2025 წელს მსოფლიო პოლიტიკაში ძველი თამაშის წესები შეირყა. ზავებმა, ახალმა ომებმა, სკანდალებმა და ეკონომიკურმა დაპირისპირებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ირყევა და იცვლება. გადავხედოთ გასული წლის მთავარ მოვლენებს. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. 2025 წელი დაიწყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით და მისი დაბრუნება თეთრ სახლში მყისიერად დაისახა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკაზე. პირველივე თვეებიდან ადმინისტრაციამ გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, მექსიკის საზღვრიდან შეწყდა არალეგალების შემოსვლა, დაიწყო არალეგალების მასობრივი დეპორტირება, თავშესაფრების შეზღუდვა და სამხედროების გამოყენება საზღვრის გასაკონტროლებლად. ტრამპმა პანამის არხის დაბრუნების და გრენლანდიის დასაკუთრების სურვილი გამოთქვა, რაზეც დეტალურად ამ ვიდეოებში ვისაუბრებ. ეს ერთი შეხედვით აბსურდული იდეები კი რეალურად ასახავს ტრამპის ამერიკის სურვილს გააძლიეროს კონტროლი გლობალურ სავაჭრო და სტრატეგიულ გზებზე, განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გამწვავდა და გაძლიერდა. ამ კუთხით ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სატარიფო რეჟიმის დაწესება ამერიკის თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორზე, განსაკუთრებით კი ჩინეთზე. თუმცა ამერიკის კოლოსალურად გაზრდილ საბაჟო გადასახადს ჩინეთმაც ანალოგიურად უპასუხა. პეკინმა ვაშინგტონს თავისი ძლიერი მხარე დაანახა, გაამკაცრა ექსპორტის კონტროლი იშვიათ მიწის ელემენტებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე და შეაჩერა ამერიკული სოიოს მარცვლების შესყიდვები, რითაც ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობის ეკონომიკას შეერთებულ შტატებში. საბოლოოდ მხარეებმა ეს საკითხები სამხრეთ კორეაში შეხვედრისას მოაგვარეს და ეს სავაჭრო ომი დასტაბილურდა, თუმცა დროებით და არა საბოლოოდ. 2025-ში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კრიტიკული მიწა ელემენტების უდიდესი როლი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ იშვიათი მიწა ელემენტების მოპოვების უფლება მოილაპარაკა, რასაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. გაგახსენებთ ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვანსის დაპირისპირებას თეთრ სახლში, კამერების წინ, სადაც ტრამპმა ზელენსკი მესამე მსოფლიო ომის ბედით თამაში, ვანსმა კი უმადურებაში დაადანაშაულა. ასევე გვახსოვს, როგორ უწოდა ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი, რაც შემდეგ საჯაროდვე გადათქვა. ამ ინციდენტს კი მოჰყვა ზელენსკის ბოდიში და განცხადება უკრაინის სრულ მზადყოფნაზე მშვიდობის მოსალაპარაკებლად.